ყველას რა თქმა უნდა, ვინც ამ საქმეში იყო გარეული, ვინც მე იარაღი ჩამოვიდა, ვინც დაავალა ამ ადამიანებს, ამ თანამშრომლებს და იარაღი ჩამოვიდეს, ყველას უჩვირებს რა თქმა უნდა. იგივე პრეზიდენტსაც, დასარიძესაც, რუსთავი ორსაც, ვინც გამოდიოდნენ ყოველ დღე და ჩემ ესე იგი კლიპებს გუჩვენებდნენ, თითქოს მე ვიყავი ადამიანის გამტაცებელი, თითქოს ვიყავი მე ნარკორეალიზატორი და მკვლელი და შემდეგ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ მართლა რომ რაღაცა დამეშავებინა 28 წელი მიმუშავე ოპერატიულ სამსახურში და სხვადასხვა თანამდებობებზე. აი რაღაცა რომ მქონოდა მე რაღაცა გაკეთებული მთელი წლის განმავლობაში არ იპოვიდნენ ესენი. აი უბრალოდ სასაცილოა. ამ წლის 25 თებერვალს, 24 თებერვალს მე დამეკავშირდა გრიშა კვინიკაძე, ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელი, აბსოლუტურად სხვა თემასთან დაკავშირებით და ჟურნალისტი ვარ და რომ მქონოდა დამადასტურებელი ფაქტი რომ ის ადამიანი ჩემთან იყო, მოვახდინე მისი ჩაწერა, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ფარული იყო ეს ჩანაწერი. არც კი მიკითხავს, ისე იწყება საუბარი თამასაშვილზე და ბატონო გრიშა კვინიკაძე პირდაპირ ასახელებს ადამიანს, რომელიც პირდაპირ დღესაც მოქმედია თანამდებობაზე, რომელსაც უშუალოდ დადო ეს ავტომატი. არათუ წინა საარჩევნო პერიოდში, არამედ დღესაც ზუსტად იგივე ძალები, ვინც მასში შანტას აკეთებდა, ცილისწამებულ განცხადებას აკეთებდა, ზუსტად იგივე სახეები, ზუსტად იგივე პიროვნებები და ამ პიროვნებების უკან დგომი ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები იგივე რეჟიმში, იგივე ტექსტებითაც კი და იგივე შინაარსი ფორმატით აგრძელებენ მისი თამაზაშვილის ოჯახის შეურაცხყოფას.